არის ქართული ოცნება და მეორე მხარეს ეს რა თვითონ თავის დასწორებით ახდენ პროდასალური ოპოზიცია ვითომ რომ ერთიანები იყვნენ და მე კი ამბობდნენ რომ გაერთიანება ვერ მოხდა მაგრამ ერთმანეთს ეუბნებოდნენ და ჩვენს გვაზიანებდნენ ამით რომ ვისაც გინდა imас მიეცი 4-5-9-25-ია დროს ამბობ რომ ვისაც გინდა მიეცი ხო ერთი ხარ თქვენო პარტია გქონდეთ და მერო პარტია გქონდეს განსხვავებული და ვამბობდით რომ ვისაც გინდა იმათ მიეცით გინდა ეკას მიეცი გინდა სანდროს მიეციო ეს ხო ნიშნავს ერთ თამაშს თამაშობ სხვანაირად ხო ასე არ იტყოდნენ 4-5-9-25 ხო არ გაჩნდებოდა ეს ხალხი საჯაროდ ამბობდა რომ ჩვენ შემთხვევით მივეცით ხმაო არ ვარჩევდით მათ ეს ხო გააზრებული პოლიტიკა ხო ჩვენს დაგვაზიან ამან იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგაც მიმართული იყო როგორც ქართული ოცნების მხრიდან მე ამის ხარჯზე მოხდა ქართული ოცნების სამორჩილის მობილიზაცია და ჩვენს დავკარგეთ ხმები იმიტომ რომ ვიღაც ქართული ოცნების ხარდაჭერი ჩვენ მოგცემდა ხმას რომ არა ასეთი მობილიზაცია იყო ის თუ ის აი მესამე აღარ არსებობდა იგივე თამაში გათამაშდა რაც 2012-ში 2016-ში და იგივე თამაში გათამაშდა იმიტომ მე მაგალითად ხშირად გამიგია ადამიანებისგან რომ შეიძლება მიმეცა გირჩისთვის მაგრამ საკითხი იდგა ასე რა თქმა უნდა არ დაეკარგა ხმაოცნებას დასტავარია ორივე მხრიდან ასე იყო ოპოზიციური ელექტროდაც ასე ამბობდა რომ აი კი მაგრამ ჩვენთვის თავარია ქართული ოცნება წავიდეს ხო ვინცაც უნდოდა ოცნების წასვლა ამიტომ ორივე ქართული ოცნების სამორჩელის ნაწილი და ნაციონალ-მოძრაობის და ამ ოპოზიციის ნაწილი გვეუბნებოდა რომ თქვენო მაგალითად ქართული ოცნების სამორჩილი გვეუბნებოდა თქვენ შეიძლება ნაცებთან კოალიცია შეკრათ ამიტომ არ მოგცემთ ხმას ეს მეუბნებოდა თქვენ შეიძლება ქოცებთან შეკრათ კოალიცია მე მგონი თქვენ დაგაზიანათ ერთ-ერთ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ მე როგორც მახსოვს იაგო ხვიჩესი რომელიც ამაზე საუბრობდა რომ შემიძლია შევეკრა ორივე მხარეს ეს პოზიცია ჩვენ პარტიას აქვს 2016 წლიდან 2016 წლიდან ჩვენ ვამბობთ ჩვენ არ გვაღელვებთ არც ქოცები არც ნაცები არც ლელო არც არავინ არ გვაღელვებს ზოგადად ამას ვამბობთ სულ რომ ჩვენ გვჭირდება სასამართლო რეფორმა დიდი პრივატიზაცია, განათლების რეფორმა და ჩვენ ვინც წამოყვება ამაზე, იმასთან თანამშრომლობთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მაგალითად აი პრორუსობას რო აბრალებენ თქვა მთავრობას, ჩვენ პრორუსობა არის ასეთი სასამართლო სისტემა, რომელიც გვაქვს. პრორუსობა არის რომ მთავრობა ფლობს ამ ქვეყნის უდიდეს ნაწილს და თუ რომელიღაც მთავრობა არ აქვს მნიშვნელობა X დავარქვათ ადამიანს. მეუბნება რომ სასამართლოს შევცვლი და მექნება როგორც ამერიკული სასამართლო არჩევითი მოსამართლეებით, ნაფის საჯულებს გავაფართოვებით და დეპოლიტიზაცია მოხდება აი ცუდი გაგებით ამ სიტყვით. თუ ვიღაცა იტყვის რომ აი როგორც ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში მიწა ტყე უდიდესი ნაწილი ყოველ შემთხვევაში იქნება კერძო საკუთრებაში. ეს არის პროდასალურობა ჩემთვის. გინ სულ ქართული არის წოდეს და რუსულად ლაპარაკობდეს თავი და მომდე. ჩემს მნიშვნელობა არ აქვს. ეს იქნება ნამდვილად პრო-ქართული გადაწყვეტილება. და მეორე რომ დღედახამე ამბობს რომ პროევროპელი ვარ და ევროპის დროშით იძინებდეს და ვიცი ევროპის ჰიმნს მღეროდეს ყოველ დღე, მაგრამ მე კომუნიზმს მიშენებდეს აქ. სასამართლო კლანს უჭერდებს ხარს ნაციონალიზაციას, ისევ პროევროპელი არასოდეს არ იქნება. ამიტომ ჩვენ არ ვარჩევთ ამ პოლიტიკურ პარტიებს აი ამ გარეგნული, ასე ვთქვათ, ნიშნებით. ჩვენ ვარჩევთ მათი ქმედებებით და ჩემთვის სამნიშნულობა აქვს. აი წამოვიდეთ რაღაც პარლამენტია და აქეთ ლურჯი პარლამენტარები ზიან, აქეთ წითელი პარლამენტარები ზიან, მაგრამ მათ შორის პრორუსი იქნება ის, ვინც ჩემ რეფორმაზე არ მოდის ჩემთვის და ვინც მოდის, ის ჩემთვის პროევროპულია, პროდასავლელია. აი ჩემს მნიშვნელობა არ აქვს სახელდაგვარი რომელია. რასაც ამბობთ, მაგრამ ალბათ ვერ ახსენით, კარგად არ ვიცი. ან რატო იქცა ის? არა, ამას 2016 წლიდან ხსნიდით და ზოგადად ეს არაერთხელ ყოფილა მაშურის განხილვის საკითხი, მაგრამ ამაშიც არის საქმე, როცა პოლარიზაცია ხდება. იქ აზროვნება, ასე ვთქვათ, დათრგუნული ხდება არის, იმიტომ რომ ეს ჩვეული პოლიტიკური ხრიკია. მოგესწრება რომ ხალხი რაღაცა ანერვიულდება, უკვე ცოტა აზროვნებს ხოლმე. აქაც იგივე განმეორდა რომ ადამიანებს უთხრეს რომ არ იფიქრო. ყველაფერი გასაგებია, აგერ მტერი, აგერ ლურჯი მტერი, აგერ წითელი მტერი, თავარია მტერი დაამარცხო. ხალხის ანერვიულდა, აბა მტერი დავამარცხოთ და მივიღეთ ეს მივიღეთ და ერთ-ერთი პარტია ვიყავით რომ გადახედოთ წინა საარჩევნო როლიკებს და ვეუბნებოდით ამორჩილს ბოლო დღეს რომ დაფიქრდი, ჯერ დაფიქრდი და მე გაწყვეტილება მიიღე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამორჩილი რომ დაფიქრებული იყო, მართლა და შვიდა წნარად, ემოციები გვერდზე გადაედო, რომელ ქვეყანაში უნდა იცხოვროს, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და რომელი პარტიის არჩევა და წარმატება ზრდის ალბათობას რომ ასეთ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებს. ჩვენ შეუულებრად ვფიქრობთ მე თქვა